ტრადიციად იქცა ყოველ წელს, ხვდებით ერთმანეთს, ქალაქი გამოდის, ადამიანები ეფერებიან, ბევრი პოზიტივია, საოცარი დღეა. აი, ჩემთვის არის ზესტაფონობა ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაული, აი აქ კუთხეებია წარმოდგენილი, აქ არ არის ქალაქი და სოფელი, ჩვენ ერთი ვართ, გილოცავთ, მრავალს დაესწარით, მრავალ ზესტაფონობას და კიდევ უფრო ლამაზი დღეები და წუთები და წამები გველოდება. საოცრად ძალიან ლამაზი დღეა. მინდა რომ ესე გაბრწყინებული, ესე ლამაზად იყოს ყოველთვის ჩვენი ქალაქი. და რა ვიცი, აბა სიხარული და ბედნიერება არ მოგიშალოთ უფალმა. გილოცავთ ზესტაფონობას, არაჩვეულებრივ დღესასწაულს, ყველას გვიხარია, ამინდით ხელს გვიწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენ რაც შეგვეხება ანსამბლ ჰარმონიას, დიდი სიხარული გვაქვს და ისეთი დიდი სიხარული გვაქვს, ეხლა რომ აი ვეღარაფერს სიტყვებს ვეღარ უყრითავს, ძალიან გვიხარია ყველას და ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის ეს, რომ ესეთი პრიზი მოგვანიჭეს, გაგვახარეს და დიდი სტიმული მოგცეს ამით. ძალიან მიხარია, ყველას ვილოცავ ზესტაფონობას და მრავალს დაესწარით დღევანდელ დღეს გილოცავთ ღვთისმშობლობას, უფალი გვარავდეთ და ძალიან გვიხარია ჩვენი მიღებული პრიზი. ზესტაფონობის ჩვენი ფესტივალი და ზეიმი ძალიან კარგი გამოგვივიდა, იმიტომ რომ გუშინ ვარიკობა იყო, როგორც იცით, რაც კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ძალიან ლამაზი ფესტივალია და ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა ზესტაფონელმა უნდა ნახოს ის ჰანგები და მოისმინოს, რაც ვარიკობაზე ჟღერდება ყოველთვის და რა თქმა უნდა, ეს ზეიმი, რომელიც დავიწყეთ, ხალხიც ბევრია, ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ვფიქრობ ძალიან კარგი ზეიმი გამოგვივა. ჩვენ ორი დღეა ზეიმი გვაქვს, გუშინ მართლაც ძალიან წარმატებული, მიუხედავად ამინდმა ხელი ვერ შეგვიშალა, ძალიან წარმატებული ფესტივალი გვქონდა სულიკო ვარინკას 2025 წლის ფესტივალი და ნუ დღეს თქვენ თვითონ ხედავთ აქ, რომ ყველა თაობის ზესტაფონელისთვის და ყველა თაობის სტუმრისთვის არის სივრცე, სადაც შეუძლია თავისი თავი იპოვოს. მე ბედნიერი ვარ და განსაკუთრებით მიყვარს ზესტაფონი და ზესტაფონ ქალაქობა არის, რა ვიცი, ემოციური დღე, სიყვარულის დღე და მე მიხარია, რომ დღეს მე თქვენთან ვარ და ვარ წამყვანი, არა მარტო მე, ნიკოლოზ გოგოაძე იქნება ჩემთან ერთად ვიქნები და ერთად წავიყვან და დღევანდელი დღე ესე ვიზეიმოთ ზესტაფონ ქალაქობა. ეს ცხოვრების ერთი ეტაპი, რომელიც ჩვენ გადავახეთ და წინ ბევრი ასე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა გვაქვს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვა და ეს დღე იქნება ყველასთვის ეს ეტაპი უკვე დახურული, ნაბიჯი, გადადგმული და ეს პრიზი, რაც ჩვენ გვაქვს, იქნება იმის საბუთი, რომ ჩვენ რაღაც ცხოვრების ეს ეტაპი გადავახეთ და წარმატებით დავასრულეთ. და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის და მინდა ყველას წარმატება ვუსურვა. ასეთი ფულადი ჯილდოთი გვანებიურებს ყოველ წელიწადს, შარშან იმის და ალბათ მომავალშიც გაგრძელდება და ეს კარგი შესაძლებლობაა იმათთვის, რომ мотиваცია მისცეს ახალგაზრდებს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას სჭირდება რაღაც მიზანი, რომ დაეხმა, ასევე სჭირდება მიზანი, დახმარება რაღაცაში, რომ ბოლომდე მოინდომოს და თავისი თავი მაქსიმალურად გამოავლინოს. და ჩემ შემთხვევაში ეს იყო მქონდა მიზანი, რომ მოხვედრილიყავი კონკრეტულ უნივერსიტეტში. და მე ამისთვის ყველაფერი გავაკეთე და ასევე ჩემს თანატოლებს, უფრო პატარებს აბიტურიენტებს იგივეს ურჩევდი, ბოლომდე იბრძოლონ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ჩემს სკოლას და ყველა იმ მასწავლებელს ბაღიდან მოყოლებული, ვინაც ჩემ განვითარებაში ცოტაოდენი წვლილი მაინც შეიტანა და მე ეს რაღაცა მოვაღეხე და დავაუფასე და დღეს აქვს გავარ. ჩემი სკოლა მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც ახლახანს გარემონტ. ახალი სკოლა, ახალი შესაძლებლობებია და უფრო დიდი შესაძლებლობები უკვე მომავალში უფრო დიდ რაღაცას ნიშნავს და საზღვრები უფრო და უფრო გაფართოვდება. ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი ქალბატონი თამარ მახარაშვილი.
აპლოდისმენტები გთხოვთ. აი ესეთი ემოციებია. მეტი აპლოდისმენტები მეგობრებო. ზესტაფონი არ არის მხოლოდ ჩემი დაბადების ადგილი. ეს არის ჩემი ბავშვობა. ეს არის უამრავი მოგონება. ეს არის სიხარული, ეს არის სიყვარული და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მონატრებაც. ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე და ვიყო ამ საპატიო ჯილდოზე წარდგენილი, რაც ჩემთვის ძალიან გამორჩეული და ღირსეულია. ჯილდო, რომელსაც ზესტაფონის საპატიო მოქალაქე ჰქვია. ყველას დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ამ ღირსეული ჯილდოს მფლობელი მეც უნდა ყოფილიყავი იმ ღირსეულ ადამიანებთან ერთად, ვინც აქ სცენაზე ჩემთან ერთად დგას. ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრს მავალებს და ჩემი მოვალეობა კი ჩემი ხალხის კეთილდღეობა, ჩემი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მისი ჯანსაღი და ჯანმრთელი მომავლისთვის ზრუნვა. წახვალთ თუ არა არჩევნებზე. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებამდე 16 დღით ადრე სპექტრი ელექტორატის განწყობით დაინტერესდა. რამდენად აქტიურები იქნებიან ისინი 4 ოქტომბერს, რა დროსაც საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს თუ კონკრეტულ კანდიდატს უნდა მისცენ. გამოკითხულთა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას. ამბობენ, რომ ეს საზოგადოების ნებისმიერი წევრის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ზოგიერთი კი ასე სულაც არ ფიქრობს. მე მინდა რომ მრავალფეროვნება იყოს და ბევრი პარტია მონაწილეობდეს, რა თქმა უნდა, უფრო კარგია ქვეყნისთვის, მომავლისთვის და ვისურვებდი რომ ბევრი პარტია ყოფილიყო და ნუ რაც არის შევეგუებით რომ მივიღებ მონაწილეობა. რა ვიცი რა, არ ვაპირებ წასვლას. რატომ იღეთ? არასოდეს არ მქონია სურვილი წავსულიყავი და იმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ყველა უნდა წავიდეს და ხმა უნდა დააფიქსიროს. ნამდვილად უნდა მიდიოდნენ და მისცენ სიმართლეს ხმა. თქვენ თუ მიდიხართ თუ კი, აუცილებლად. აპოლიტიკური, არა, რა თქმა უნდა, წავალთ ალბათ. მივდივარ, მაგრამ ესე კონკრეტულად რომ ვერ არ გაქვთ გადაწყვეტილი? ზოგადად როგორ ფიქრობთ, უნდა მიდიოდნენ თუ არა ადამიანები? რა თქმა უნდა, ყველამ უნდა დააფიქსიროს მისი აზრი. ყველას ვალია რომ უნდა მივიდეს არჩევნებზე. თითოეული მოქალაქის ვალ. ეხლა ვინ ვის მისცემს ხმას, კოპირადული. ეხლა ისეთი სიტუაცია არის, არ ვიცი რა. მე საერთოდ აქეთ არ ცხოვრობდი, ახალი ჩამოსული ვარ, მაგრამ აი ახლა რასაც ვხედავ, ძალიან დიდი გაურკვევლებაა. ეხლა არ თქვა ყველა ქვეყანაში ეგრეა ხდება, მაგრამ ასეც მძაფრად ეხლა ჩვენთან რო არის, ასე მართლა არსად არ არის. რა ვიცი, აბა არა მაქვს მაგაზე აზრი, იმიტომ რომ აპოლიტიკური ვარ საერთოდ. საერთოდ აი პოლიტიკაში საერთოდ არც არ მაინტერესებდა და არც ჩავრეული ვარ არასდროს. თუმცა ფიქრობთ, რომ მოქალაქეების პოზიციიდან აუცილებელი არის, რომ წავიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ეგ აუცილებლად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რომ ყველამ თავისი ხმა დააფიქსიროს, რომ არ მოიპარონ. ეგრე ვთქვათ. რა ვიცი, ასე მიმაჩნია.